გამარჯობათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნევილის ტაროლოგიურ გვერდზე. დღეს გვექნება საჯარო გაშლა სახელწოდებით, რა თქმა უნდა, ტრადიციულად უკვე ყოველთვის პროგნოზი გვაქვს სახელწოდებით თებერვლის თვის პროგნოზი. მოდით ვნახოთ ამ თვესთან დაკავშირებით კონკრეტულად რა ინფორმაციები ამოვა, რა რეკომენდაციები იქნება თქვენთვის. ენერგობალანსირებისთვის საჭიროა ის მოწონება, კომენტარი, გაზიარება, მათ ვისაც ჩემი არხი გამოწერილი არა გაქვთ, რომ გამოიწეროთ. ასევე მათ ვისაც გჭირდებათ პირადი კონსულტაცია ამ კონკრეტულ თემასთან ან ნებისმიერ სხვა თემასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მომართოთ Facebook-ის გვერდზე ან Instagram-ის. მას შესაძლოა პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის როგორი იქნება ზოგადი ფონი თვის კუთხით, თებერვალი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. მნიშვნელოვანი სიახლე რა იქნება თქვენთვის? და მთავარი რეკომენდაცია. შეხედეთ კარტებს, აირჩიეთ თქვენ სასურველი ვარიანტი, მათ ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ, დავიწყებ პირველი ვარიანტით. ზოგადი ფონი როგორი იქნება პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის და არსებული თვე თქვენთვის ძირითადად ეს არის გარკვეული კუთხით შეიძლება ითქვას წინსვლის მდგომარეობის რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლა, განვითარება, გარკვეული კატეგორიისთვის გადათამაშდება, რომ შესაძლებელი არის წავდეს კონკრეტულ გზაზე, რომელმაც შედეგი მოუტანოს, წარმატების მომტანი იყოს. გარკვეული კატეგორიისთვის შესაძლებელი არის საცხოვრებელი სიტუაციის შეცვლაც იყოს, ხო? ყველაფერი რაც სიახლეებთან არის დაკავშირებული, ოღონდ კარგის კუთხით, ხო? აქტივობა, მუდმივად წინსვლის მდგომარეობა, განვითარება, როგორც არასდროს თებერვლის თვეში უფრო მეტად იქნებით გააქტიურებული, უფრო მეტად იქნებით როგორც იტყვა ხოლმე სტიმულის მდგომარეობაში და მეტად გექნებათ სურვილი, რომ რაღაცა შეცვალოთ თქვენ ცხოვრებაში. ანუ საკმაოდ ისეთი აქტიური, წარმატებული და კარგი ენერგიების მომტანი თვე არის, თუ კი რა თქმა უნდა თქვენი მხრიდან სიზარმაცის მომენტი არ იქნება. მოდით ზოგადად ვნახოთ არსებულ სიტუაციაში, ზოგადად მთავარი სიახლე რა არის არსებულ თვეში. მთავარი სიახლის კუთხით მომდის, რა თქმა უნდა, შიდა სიტუაციები. ვიტყოდი ესეთ რაღაცას. გარკვეული კატეგორია, ვისაც არ ყავთ მეორე ნახევარი, ხო? შანსი გეძლევათ, რომ არსებულ თვეში გაიცნოთ ისეთი ადამიანი, ზოგადად გარემოცვაში ისე მოხდეთ, სადაც გაიცნობთ ადამიანს, რომელიც საომალო სიტუაციებში შეიძლება გარკვეული კუთხით ბრჭყალებში თქვენი მეორე ნახევარიც გახდეს, ხო? რაღაც სახის სიახლავის მომენტი გქონდეთ, უფრო კარგად დაგითვეთ სიტუაციები პირადის თვალსაზრისით. ხოლო ისინი, ვინც იმყოფებით პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, აქ რასაც მიჩვენებს სიტუაციურ მდგომარეობას, რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლის მდგომარეობა არის. თავარი სიახლე თქვენთვის არის მატერიალური ზრდის მდგომარეობა, რაღაც ახალი კარგი შემოსავლების მდგომარეობა, ფინანსური ზრდის მდგომარეობას ვიტყოდი და რა თქმა უნდა, ოჯახის სიტუაციებში უფრო მეტად შეიძლება დათბეთ. ან თუ რაღაცა საწყის ეტაპზე ხართ, უფრო მეტად განვითარების შანსები გქონდეს. ანუ ძალიანობაში თქვენთვის არის არსებული თვე გამოგვიძება რაღაც ახალ კარგი სიტუაციებისკენ სწრაფების მდგომარეობა. ერთ-ერთი მომენტი რაც არის, უფრო მეტად დააფასეთ და გაიაზრეთ მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებით და ხელი შეუწყეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მომენტებში შეიძლება სიმძიმეები გქონდეს გამოვლინებული ხასიათების კუთხით და ეს ბოლომდე სწორი გადაწყვეტილება არ არის, ესე ვიტყოდი, ხო? რა თქმა უნდა, რჩევა სამყაროსგან როგორი არის თქვენთვის, რა რჩევას გაძლევთ, აი შეხედეთ, პირველი პირდაპირ ამონდეს მწვანე კაცის არკანი, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ნულოვანი არკანი. ეს არის ახალი საწყისი, ახალი მდგომარეობა, ყველაფერი შენ ხელში არის, ჩათვალე, რომ ეს თვე შეიძლება შენთვის იყოს, როგორც ახლიდან დაბადება. მით უმეტეს დღეს ახლა არის უკვე პირველი თებერვალი, პირველი 2 თებერვალი, ეს არის უშუალოდ იმბოლიკის დღესასწაული და საკმაოდ კარგი შანსები გეძლევათ იმის, რომ ყველაფერი ახლიდან დაიწყოთ. თავარი არის, რომ მეტი მონდომება გქონდეთ. ჩათვალეთ ყველაფერი თქვენ ხელში არის. აი ესეთი რჩევა მოდის. დამიწერეთ პირველი ვარიანტის წარმომადგენლობა, რამდენად რეზონირდა, რამდენად ახლოს იყო არსებული სიტუაციები, ენერგობალანსირების მოწონება, კომენტარი, გაზიარება, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ზოგადად თვის ფონი როგორი გექნებათ. აქ რასაც მიჩვენებს ასების დედოფლის მდგომარეობით, ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ გარკვეული სახის რაღაც არყევები შეიძლება გქონდეს ემოციების კუთხით. მომენტები, როდესაც რაღაცა მღელვარების თემები გაქვს, ხო, როდესაც რაღაცა სიტუაციებში შეიძლება გქონდეს, რომ ესე სწორად ვიქცევი თუ არა, ესე გავაკეთო, ესე არ გავაკეთო. შინაგანად თითქოს გჭირდება უფრო მეტად, რომ ჩამოყალიბდე და გაიაზრო საკუთარ თავში რა გჭირდება ცხოვრებისეულად. ანუ შენი ემოცია
ემოციები ხშირ შემთხვევაში გაღებინებს არასწორ გადაწყვეტილებებს. აქ ვერ ვიტყვი, რომ სანერვიულო მაინც შეიძლება რომ ძალიან ისეთი გქონდეს თქო, არა, ზოგადად ტიპაჟი ხარ ესეთი, რომელიც ზემეტად ემოციური არის, ზემეტად ახლოს მიაგულთან ყველაფერი ხო და ზემეტად დრამატიზირების თემაში გადაყავს ეს ყველაფერი. ანუ მთელი თვის განმავლობაში თუ ცოტა უფრო მეტად არ გააკონტროლებს საკუთარ ემოციებს და საკუთარ დამოკიდებულებას საკუთარი თავისადმი, შეიძლება რომ ეს პატარ-პატარ რაღაცა იმედგაცრუებები შენივე რაღაცა გარკვეული სახის ემოციურების ფონზე გქონდეს, ცოტა ილუზიების ფონზე. ასე რომ მთელი თვის განმავლობაში არ მოიწყენ ემოციების კუთხით. სხვანაირი კუთხით თუ შევხედავთ, სტაბილური მდგომარეობის მაჩვენებელი არის. და მოდი ზოგადად სიახლე, მთავარი სიახლე რა შეიძლება გქონდეს მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს, ფინანსები, საკმაოდ კარგი ფინანსური რესურსი შეიძლება მოიპოვო. ისინი, ვინც არ მუშაობთ ამ ეტაპისთვის, ან რაღაცა გარკვეული სახის შეფერხება გაქვთ პრობლემა სამსახურთან დაკავშირებით, ნამდვილად გამოსწორდება არსებული სიტუაცია, ვინც არ მუშაობს, დაწყების შანსები არის თებერვალში, ვინც მუშაობს, შეიძლება რაღაცა პრობლემა ჰქონდეს და გამოსწორების თემა არის, ან აი ყველაფერი რაც მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებული არის, გამოსწორებად სიტუაციას მიჩვენებს. რაღაცა ახალი რესურსი შემოდის, რაღაცა ახალი განვითარება. გარკვეული კატეგორიისთვის შესაძლებელი არის გადათამაშდეს ესე, როგორც ახალი ფინანსების მოძიება. ან სურვილი გაგიჩნდეთ, რომ რაღაცა მიმართულება შეიცვალოთ, რაღაც ახალი ისწავლოთ, რაღაც ახალი კუთხით გადახვიდეთ. ყველა ვარიანტი საკმაოდ ნაყოფიერი და კარგი პერიოდის მაჩვენებელი არის. თავარი არის, რომ სიზარმაცე არ გამოიჩინოთ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებმა. და რა თქმა უნდა, სამოყაროსგან რჩევა, ზოგადად ასე თქვათ კუთხით, ხშირად შესაძლებელი არის გქონდეთ გაშემოყოფებისგან განხილვის მდგომარეობა, რაღაცა გარკვეული სახის ჭორები, ინტრიგები, ეცადეთ, რომ დიდად რეაგირება არ მოახდინოთ არსებულ სიტუაციებზე და არ გახდეთ ასე ვიტყოდი ინტრიგების მსხვერპლი, არ აყვეთ მათ ლაპარაკის მდგომარეობას. სამწუხაროდ შეიძლება ეს რაღაცა თემები უფრო მეტად წამოვიდეს. ინტრიგები, ჭორები, განხილვის მდგომარეობა, რაღაცების დაბრალება, ეცადე რომ პირდაპირ მნიშვნელობით არ გქონდეს ეს გაწევ-გამოწევის მდგომარეობა და ჩხუბი სიტუაცია. დიპლომატიურად, კულტურულად მოაგვარე ყველაფერი, მაგრამ ისე რომ შეუსრულო პირდაპირ მნიშვნელობით. ასევე აქ რასაც მიჩვენებს რაღაცა მდგომარეობის კუთხით საკუთარ თავს ვერ ღებულობ ისეთი როგორიც ხარ. გაქვს გარკვეული სახის იმაზე უფრო მეტი კომპლექსები, ვიდრე საჭირო არის. აი ეს თემაც ამ თვეში უნდა დაამუშავო, რომ გაზაფხულის სიტუაციიდან ახალი ენერგიებით შეხვდე. აი ესეთი იყო არსებული სიტუაცია. მეორე ვარიანტისთვის გადავდივარ მესამე ვარიანტს. დამიწერეთ ამდენად რეზონირდა. ოჰო, რო ვეკითხები, რომ ზოგადი ფონი როგორი გექნება, მეთქი საკმაოდ ძლიერი მფარველობა ამოდის არსებული თვის მდგომარეობაში, საკმაოდ ძლიერი, გარკვეული კუთხის გადაწყვეტილებების წინაშე შეიძლება იდგე, რომელსაც ვერ ღებულობდე, მაგრამ რეალურად რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო თებერვლის თვეში, ზოგადი ფონის კუთხით, იმხელა სიძლიერე კიდკა, იმხელა მფარველობა გვერდით, რომ რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღო და რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის შეგიძლია, რომ მაინც რაღაცა მიაღწიო, ხო, მაინც გამოასწორო დაშვებული შეცდომა იქნება, დაშვებული, ასე თქვათ, არასწორი გადაწყვეტილება იქნება. თემა არის ის, რომ მთელი თვის განმავლობაში საკმაოდ აქტიური პოზიციის მაჩვენებელი იქნება, საკმაოდ ჩართული გარკვეულ სიტუაციებში და ესეც რაღაცას ვიტყოდი, რომ შენ თუ მოინდომებ არსებული თვეში, რადიკალურად შეგიძლია შენი ცხოვრება შეცვალო უკეთესობისკენ, შენივე ძალის ფონზე, შენივე ჩართულობის ფონზე. მთელი თვე გექნება ჭიდილის პოზიცია, როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარშემოყოფებთან, მაგრამ სურვილი იმის, რომ რაღაცა შეცვალო, თავარია ეს არ უგულველყო, ხო? ეს თავარია გახსოვდეს მუდმივად. მთელი თვე საკმაოდ ისეთი ძლიერი მფარველობა გაქვს, უფრო მეტი მხარდაჭერა გაქვს სამყაროსგან, ასე რომ რქებით მიაწექი ყველაფერს, ესე ვიტყოდი, ხო, ჩართეთ-ცხოვანი ენერგიები მესამე ვარიანტის წარმომადგენლებმა. ზოგადად სიახლეები დამატებით რა იქნება? სიახლეების კუთხით იცი როგორი რაღაცა ამომდის, გინდა რაღაცა გააკეთო, ფიქრობ, ესე ვიზავ და რეალობაში ვერ მოყავს. ეს პირველი შეიძლება იყოს სიზარმაცის მომენტი, მეორე შეიძლება იყოს ზედმეტად საკუთარი თავისადმი თვითკრიტიკის მდგომარეობა, რომ აიმე ეს არ შემიძლია, ის არ შემიძლია და სიზარმაცის მომენტიც ერთვებოდეს ამ ყველაფერთან. რეალურად სიახლეების კუთხით პირდაპირ რასაც მიჩვენებ, შესაძლებელი არის გქონდეს საკმაოდ აქტიური თვე, გადაადგილებების თვალსაზრისით, სამსახურეობრივი სიტუაციის თვალსაზრისით, რაღაცა ახალი საწყისების თვალსაზრისით, ელემენტარული სახლის საქმეების კუთხით, ანუ მთელი თვე იმდენად აქტიური შეიძლება გქონდეს და იმდენად მრავალფეროვანი, რომ არ მოიწყინო, ხო,
ერთი კონკრეტული მიმართულება არ არსებობს. მოდი დამატებით არკანების კუთხით რომ ნახოთ. ხო, აი შეხედე, რამდენი საშუალება გაქვს იმის, რომ შენი ცხოვრება მრავალფეროვანი გახადო. უბრალოდ შთაბეჭდილება რჩება ისეთი, რომ ზედმეტად იზღუდავ საკუთარ თავს, ზედმეტად ითვალისწინებ სხვის გარკვეული სახის დამოკიდებულებას, აი ის რა სიტყვის ესე არ უნდა გავაკეთო, მეტად განთავისუფლდი ზედმეტი კომპლექსებისგან. აი შანსი გეძლევა იმის, რომ შენ არსებულ თვეში მოიშორო ყველაფერი ის, რაც გაზიანებს და გბოჭავს. თუ გადალახავ ამას, საკმაოდ კარგ შედეგებზე გახვალ, თუ არა და დარჩები იმ პოზიციაში, უძრავ პოზიციაში, სადაც ხარ. და მესამე სიტუაცია რაც არის რჩევა სამყაროსგან, აი რაც ვილაპარაკე, ხო, კვერთხების რაინდი, მეფე უბრალოდ აქტიურობა, ჩართულობა, სიცოცხლის უნარიანობა და მეფე ასევე ხმლების გადაჭრა პოზიციის, უფრო მეტი სიმტკიცის გამოლენება, უფრო მეტი სიმკაცრე, უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ესე ვიტყოდი, მებრძოლი ხასიათის ჩართვა საკუთარ თავში, შენ ეს უნდა გააკეთო, შენ ეს უნდა შექმნა. მიხვდი ხო პრინციპი როგორიც აი და დამოკიდებულება. ასე რომ არსებულ სიტუაციაში მეტად გჭირდება, რომ საკუთარ თავში იყო თვითდაჯერებული, ესე ვიტყოდი. და ასევე ბევრი აღარ გააბედინო გარშემოყოფებს, მეტად მტკიცე, მეტად ეცადე პოზიციები დაიცვა. შეიძლება ბევრს არ მოეწონა შენი დამოკიდებულება, მაგრამ შენსაც მიაწექი, აი პირდაპირ მნიშვნელობით ეს სიტყვები მოდის მესამე ვარიანტზე. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული სიტუაციები, დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო. გისურვებ წარმატებულ თვეს, კარგ ბედნიერ, ნაყოფიერ თვეს. ნახვამდის.